სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მწერალმა არტურ კლარკმა, ავტორმა ცნობილი რომანისა „სამოთხის შადრევნები“ საზოგადოებასა და მეცნიერებს წარუდგინა იდეა კოსმოსური ლიფტების შესახებ. იდეის ფუნდამენტური პრინციპი კი ასეთია. კოსმოსური ლიფტისთვის საჭიროა ძლიერი კაბელი, რომლის ერთი ბოლო დედამიწაზე იქნება დამაგრებული, ხოლო მეორე ბოლო დედამიწის ორბიტაზე, ისე, რომ დედამიწასა და ორბიტას შორის ბალანსი არ დაირღვეს. კოსმოსურ ლიფტებს დედამიწის ორბიტაზე გასასვლელად მძიმე და ძვირადღირებული რაკეტების ჩანაცვლება შეუძლია. ეს კონცეფცია პირველად რუსმა მეცნიერმა კონსტანტინე ციოლკოვსკიმ მოიფიქრა და ის 1895 წელს წიგნში მოიხსენია. რუსმა ინჟინერმა იური არცუტანოვმა ეს იდეა მოგვიანებით კიდევ უფრო გაშალა და აღწერა ეგრეთ წოდებული კაბელი, რომელიც დედამიწის ზედაპირს გეოსინქრონულ თანამგზავრთან აკავშირებს. კანადელებსაც სურთ შექმნან ლიფტი კოსმოსამდე. კანადელებმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს მათივე ცხოვრებაში განახორციელონ სამეცნიერო ფანტასტიკის კიდევ ერთი გამონაგუნი ლიფტი კოსმოსში სამოგზაუროდ. კანადურმა ჰოლდინგმა Thought Technologies-მა უკვე გამოხატა მტკიცე განზრახვა შეიმუშაოს და ააშენოს კოშკი ლიფტი კოსმოსში. კანადელ მეცნიერებს მომავალი ლიფტი კოსმოსში წარმოუდგენიათ, როგორც თავისებური სახის კოშკი, რომლის სიმაღლე 20 კილომეტრს მიაღწევს. კოშკის ზემოთ იგეგმება მრავალფუნქციური პლატფორმის აღჭურვა, რომლის გამოყენება მოხდება როგორც ტურისტული მიზნებისთვის, ასევე ერთგვარი სასტარტო მოედანი იქნება კოსმოსური ხომალდების მისაღებად და ასაფრენად. ეს რაც შეეხებოდა ორბიტალურ და პლანეტარულ ლიფტებს. ბოლოს ვისაუბრებ კოსმოსურ ლიფტზე, რომელიც გაჭიმული იქნება მთვარემდე. ჩვენს უცვლელ ბუნებრივ თანამგზავრამდე. კოსმოსური ლიფტის აგებას ჯერ კიდევ 2020 წლისთვის კომპანია Liftport Group-ი გეგმავდა. ამ ტექნოლოგიური სტარტაპის დამაარსებელმა მაიკლ ლეინმა წელს განაცხადა, რომ მისი კომპანია პროექტს შეიმუშავებდა და ინვესტორებს წარუდგენდა. ჩვენ ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია. ადრე თუ გვიან მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აუცილებლად ამოქმედდება, განაცხადა ლეინმა. კონსტრუქციის პროექტში მთვარის ზედაპირსა და ეგრეთ წოდებულ L1-ის წერტილში, ანუ დედამიწასა და მთვარეს შორის კოსმოსურ სივრცეში, ღუზების განთავსება მოიაზრება, რომელთა შორის გამავალ ტროსზე ლიფტი იმოძრავებს. ლეინის თქმით, ლიფტის მეშვეობით მთვარის ზედაპირზე კოსმოსური აპარატების გაგზავნა და იქიდან გრუნტის ჩამოტანა გაცილებით იაფი დაჯდება. ლიფტის გამოყენება წარმატებით მოხდება მომავალშიც, როცა დედამიწის თანამგზავრს უფრო შორეული კოსმოსური მოგზაურობისთვის ერთგვარი სადგურის ფუნქცია მიეცემა. პროექტზე მომუშავე მეცნიერები ლიფტის აგების პროცესში სირთულეების წარმოშობას არ გამორიცხავდნენ, რაც სავარაუდოდ კონსტრუქციაზე კოსმოსში მუშაობასთან იქნება დაკავშირებული.